დღეს შევეცდები გავცე პასუხი ყველაზე აქტუალურ კითხვებს შრომითი ურთიერთობებთან დაკავშირებით. არის თუ არა განსაზღვრული ამ ზეგანაკვეთურის ოდენობა? ძალიან საინტერესო კითხვა. ეს არის ყველაზე პრობლემური კითხვა. მოგესალმებით, მე გახლავართ ლოიალტეს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლანა პაიჭაძე. დღეს შევეცდები გავცე პასუხი ყველაზე აქტუალურ კითხვებს შრომითი ურთიერთობებთან დაკავშირებით. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ესერჩ ჯგუფის საქართველოს დირექტორი გიორგი ჩაჩანიძე. მოგესალმებით, მე გიორგი ჩაჩანიძე ვარ. ბევრი კითხვები დამიგროვდა ლანასთან და ვეცდები რომ მიიღო ყველანაირი პასუხი. ლანა, პირველი კითხვა იქნება, რას გულისხმობს სტაჟიორობა, ვალდებული ვარ თუ არა გავაფორმო ხელშეკრულება სტაჟორთან და რა პირობები უნდა განსაზღვრო ხელშეკრულებაში? სტაჟირების ცნება გულისხმობს პირის მიერ დამსაქმებლისთვის სამუშაო შესრულებას ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. რაც შეეხება სახელშეკრულებო ნაწილს, დიახ, წერილობით ხელშეკრულება აწესრიგებს ამ ორ პირს შორის ურთიერთობას. სტაჟიორთან დასადებ ხელშეკრულებაზე ვრცელდება ყველა მინიმალური დაცვის სტანდარტი, რაც შრომის კოდექსით არის გათვალისწინებული. გარდა შრომის კოდექსის მე-7 თავის აღნიშნული თავი ეთმობა ორსულობისა და მშობიარობის გამოშვებულებას, ბავშვის მოვლის გამოშვებულებას, ახალშობილის შვილადაყვანის გამოშვებულებას. ეს თავი, რა თქმა უნდა, არ ვრცელდება სტაჟიორთან დასადებ ხელშეკრულების ჭრილში და ასევე სტაჟიორთან ხელშეკრულების შეწყვეტის ნაწილში არ ვრცელდება ხელშეკრულების შეწყვეტის წესი, რასაც გვიწესებს შრომის კოდექსი, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მხარეთა შეთანხმების ნაწილია, შეიძლება მხარეებმა გაითვალისწინონ. რაც შეეხება სხვა ნაწილს, სხვა არსებითი პირობა, რა თქმა უნდა, სტაჟიორთან დასადებ ხელშეკრულებაში უნდა გავითვალისწინოთ და მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად იყოს ახსნილი სტაჟიორის მიერ შესასრულებელი სამუშაო. მეორე კითხვა არის დასაქმებულის სამუშაო დღესთან დაკავშირებით. არის თუ არა რამე განსაზღვრული კანონმდებლობით და არის თუ არა რამე შეზღუდვები არასრულწლოვანის მუშაობის დღესთან დაკავშირებით. შრომის კოდექსი სამუშაო დღის ჭრილში გარკვეულ ლიმიტს ესე არ განსაზღვრავს. გამონაკლისი არის არასრულწლოვნები. პირი, რომელიც 16-დან 18 წლამდე არის, მისი სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირის ჭრილში არ უნდა აღემატებოდეს 36 საათს, ხოლო დღის განმავლობაში 6 საათს. ხოლო პირი, რომელიც არის 14-დან 16 წლამდე, ასეთ შემთხვევაში კვირის ლიმიტი არის არაუმეტეს 24 საათი და დღის განმავლობაში 4 საათი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ის სტანდარტი, რაც ყველა დასაქმებულთან უნდა დავიცვათ. ეს არის, როდესაც სამუშაო დრო დღის განმავლობაში აღემატება, ესე რომ ვთქვათ, 6 საათს, ანუ არანაკლებ 6 საათია, ასეთ დროს მას უნდა მივცეთ შესვენება არანაკლებ 60 წუთისა. და მეორე სტანდარტი, რაც უნდა გაავითვალისწინოთ, ეს არის დღის სამუშაო დღეებს შორის უნდა იყოს დასვენება არანაკლებ 12 საათი. კიდევ ერთი კითხვა, რომელიც აინტერესებს ძალიან ჩვენს მაყურებელს ალბათ, რას ნიშნავს ზეგანაკვეთური დრო? და არის თუ არა განსაზღვრული ამ ზეგანაკვეთურის ოდენობა? ძალიან საინტერესო კითხვა. ხშირია დამსაქმებლისგან ეს კითხვა და სანამ პასუხს გაგცემ, დავიწყოთ თუ რა არის ნორმირებული სამუშაო დრო. ნორმირებული სამუშაო დრო, ეს არის კანონმდებლობით დროის ხანგრძლივობა, რომელიც კვირაში არ აღემატება 40 საათს. სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების მუშაობის პროცესი 8 საათზე მეტი ხანგრძლივობით უწყვეტი რეჟიმია, ასეთ დროს კვირაში არაუმეტეს 48 საათია. რაც შეეხება ზეგანაკვეთურს, ზეგანაკვეთური არის მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისთვის სამუშაო შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომელიც აღემატება დასაქმებულის ნორმირებულ სამუშაო დროს. აქაც კანონმდებელი გვაძლევს რეგულაციას, ესე რომ ვთქვათ, არასრულწლოვნებისთან მიმართებაში. კერძოდ, როდესაც არასრულწლოვანი ყავს დასაქმებული, ზეგანაკვეთურის მაქსიმალური ლიმიტი კვირაში არის 4 საათი, ხოლო დღის განმავლობაში არის 2 საათი. სხვა შემთხვევაში შრომის კოდექსი რაიმე მაქსიმალურ ლიმიტს არ აწესებს და აქაც უნდა გვახსოვდეს, რომ დავიცვათ ის სტანდარტი სამუშაო დღეებს შორის არანაკლებ 12 საათი უნდა დავასვენოთ დასაქმებული. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, ლანა, რა ფორმით შეუძლია აანაზღაუროს დამსაქმებელს ზეგანაკვეთური დამსაქმებელი? ეს არის ყველაზე პრობლემური კითხვა, რადგან ყოველთვის არის, ესე რომ ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში ზეგანაკვეთური სამუშაოები, მაგრამ ხშირად ვერ ხვდებით, როგორ უნდა აუნაზღაუროთ და ამ დროს, ესე რომ ვთქვათ, ბევრი კითხვა მოდის ხოლმე დამსაქმებლებისგან. ორი ფორმა გვაქვს კანონმდებლობით. პირველი ეს არის ფინანსური ნაწილი, როდესაც შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით ვუნაზღაურებთ დასაქმებულს და აღნიშნული, რა თქმა უნდა, მხარეთა შეთანხმების ნაწილია. წინასწარ თანხმდებიან მხარეები. ზეგანაკვეთური უნდა ანაზღაურდეს
დასაქმებულის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაო შესრულების შემდგომ ყოველთვიური შრომის ანაზღაურებასთან ერთად. და მეორე ფორმა გვაქვს, როდესაც დასაქმებული ასრულებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს, ჩვენ შეგვიძლია პროპორციულად მივცეთ დასვენების დრო. და კანონმდებელი გვეუბნება, რომ ეს დასვენების დრო უნდა მივცეთ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვენოს 4 კვირისა, მაგრამ აქაც რა თქმა უნდა მხარეთა შეთანხმების ნაწილია. მადლობა. ანუ მარტო მადლობით ვერ შემიძლია. მარტო მადლობა არ გვიშველის. რას გულისხმობს გამოსაცდელი ვადა და აუცილებელი თუ არა ხელშეკრულების დადება ამ პირველ ჯერზევე გამოსაცდელ ვადაზე? გამოსაცდელი ვადის მიზანი ზოგადად არის პირის შესაბამისობის დადგენა შესასრულებელ სამუშაოსთან და კანონმდებელი გვაძლევს ამის შესაძლებლობას, როდესაც აგვყავს ესა თუ ის პირი ამა თუ იმ პოზიციაზე, პირველ რიგში დავაკვირდეთ, რამდენად შესაბამისობაში მოდის ჩვენს სამუშაო აღწერილობასთან და როგორ გაართმევს თავს. გამოსაცდელი ვადა შეგვიძლია გამოვიყენოთ დასაქმებულთან მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 6 თვისა და მნიშვნელოვანი და საყურადღებო არის ის, რომ ეს აპრიორი არ ნიშნავს, როდესაც აგვყავს რომელიმე პოზიციაზე პირი, გავფორმოთ გამოსაცდელი ვადა. ნებისმიერ დროს დამსაქმებელს შეუძლია თავიდანვე დაუდოს ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულება. დიდი მადლობა უმტვრევი პასუხებისთვის. მადლობა სტუმრობისთვის.